მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. Რა თქმა უნდა, საერთო ხაზი არის ის ამ ყველაფერში, რომ ქართული ოცნების რეჟიმი ცდილობს საკუთარი საბოტაჟი, მათ მიერ ჩადენილი საბოტაჟი რეალურად გადაფაროს სხვა პირებზე, სხვა მხარეებზე. საუბრით, რაც განაცხადა ირაკლი კობახიძემ, ხაზი მინდა გაუსვა, არის პირდაპირ და დაუფარავად საბოტაჟის აქტი, ნამდვილი საბოტაჟის აქტი. ისეთის კი არა, ოპოზიციურ ლიდერებს უაბრალებენ რაღაც აბსურდს, მაგალითად იღიმოდა, ხელი გაიშვირა, დააცემინა და რაღაცა აბსურდული მოწმეები რო ყავთ ხო, ვისაც არ ახსოვს, ვის რა ეცვა, ვინაც იდგა, ვინაც აკეთებდა ხო, ამ ნონსენსზე კი არ მაქვს საუბარი, ნამდვილ საბოტაჟზე მაქვს საუბარი. რაც ნიშნავს რას, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის და მისი ტერიტორიული მთლიანობისთვის ძირის გამოთხრას. ასეთი მუხლიც არსებობს ჩვენს კანონში, ჩანაწერი არსებობს ასეთი და ირაკლი კობახიძე, რომელიც იურისტია, მე ვფიქრობ, უფრო ფრთხილად უნდა იყოს, იმიტომ რომ ყველაფერი წარმავალია ბატონო ირაკლი ცხოვრებაში. ეს მან კარგად უნდა იცოდეს, ხო? სხვა ირაკლი ვიცით ახლა სადაც არის, ხო? გრიგოლ ლილუაშვილი ვიცით სადაც არის და კიდე რომელი ერთი ჩამოთვალა, ხო? ყველა თავდაცვის მინისტრი პრაქტიკულად ასევე ვიცით სადაც არის და ირაკლი კობახიძეს რატომ გონია, რომ ის არ იქნება იმ მშვენიერ დღეს, როდესაც ქართული ხელისუფლება გვეყოლება, რატომ გონია, რომ მას ნაკლებად შეეხება კანონი. თუ იქამდე კიდე მიატანა თავისუფალმა, ხო? იმიტომ რომ აი ბიძინოიდების კასტას თუ შევხედავთ, თავისუფალი ჯერჯერობით ძალიან ცოტა მათგანი არის, ხო? დარჩენილი. ამიტომაც მე მის ადგილას ძალიან ფრთხილად ვფიქრებოდი, იმიტომ რომ რასაც ის ლაპარაკობს, არის ღიად, შავით, თეთრზე ვიმეორებ, პირველ კურსელი იურისტისთვისაც კი ცხადი იქნება. ეს არის ძალიან ჩვეულებრივად ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის და ტერიტორიული მთლიანობისთვის ძირის გამოთხრა. ძალიან მარტივად ირაკლი კობახიძემ ჩვენება მისცა კიდევ ერთხელ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ამ სახელმწიფოს ეროვნული ინტერესის წინააღმდეგ და ეს არა ჩემი პოლიტიკური განაცხადიანი შეფასება, ეს არის ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის პირით მორიგჯერზე აგრეთვე დადასტურებული ფენომენი, ხო? ჩვენ ნახეთ, რომ ცხინვალმა რა თქმა უნდა არ დააყოვნა და მომენტალურად გამოიყენა ეს შესაძლებლობა, რაც მათ მისცა ირაკლი კობახიძემ და თქვა, რომ რა თქმა უნდა სრულიად საქართველო არის დამნაშავე, იმიტომ რომ განსხვავებით კობახიძისგან ოსური მხარე არის ბევრად უფრო გონიერი და ბევრად უფრო საკუთარი ინტერესების დამცველი, ხო? ანუ ჩვენ ჩვენს ინტერესებს მტრობთ, იმ ტოც ვჭრით, ჭრაც აღარ ქვია, რა ვიცი, მთელი შემართებით ვსპობთ იმ ტოც, რომელზეც ჩვენი ეროვნული ინტერესი ასვენია აწევების განმავლობაში და ამისგან განსხვავებით ოსები თუნდაც საოკუპაციო რეჟიმი, ხო, დღე ოსები ცალკე არაფერს არ წყვეტენ, ბუნებრივია, ხო? აი სატელიტური ეს რაღაცა პატარა რეჟიმი ძალიან გონივრულად იქცევა საკუთარი ინტერესების დასაცავად, ხო? იმ წუთში თქვა, რომ რა თქმა უნდა, სახელმწიფოს და პრეზიდენტს ვერ გამიჯნავ, მაბადეთ, მაგრამ ეს არის იდიოტიზმი ჩვეულებრივი, აი მცდელობა, რომ თქვა, რომ იცი, საქართველოს კი არ დაიწყო ომი, მიშამ დაიწყო. აი მიშამ დაიწყო ომი რას ნიშნავს? მე მეტყვის. აი მიშას როგორ უნდა დაიწყო ცალკე? მიშამ თუ დაიწყო ავად თუ კარგად ეს დაიწყო ქართულმა სახელმწიფომ. იმიტომ რომ ეგ მიშა იყო მისი მთავარსარდალი. აი რეებზე გვიწევს საუბარი, ხო? აი ხო სულ ვიმეორებ, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი და სირია გამიჯვნადი იყო ერთმანეთისგან? თუ სირიას როდესაც ვახსენებდით, ბაშარ ალ-ასადის სირიას გულისხმობდით. ჰოსნი მუბარაქის ეგვიპტე სხვადასხვა ფენომენი იყო? მან არ ვიცი მე რომელი სადამ ჰუსეინის ირაყი და ერაყის სხვადასხვა ფენომენი იყო. აი ამ სისულელეზე როგორ შეიძლება ნორმალური ადამიანი თუნდაც წამით მსჯელობდეს, ხო და ამბობდეს, რომ არა მე საქართველოს სახელმწიფო კი არ დავადანაშაულე, არამედ მიშას დანაშაულები აქვს ძალიან ბევრი. ეყოფა ცხოვრების ბოლომდე ეყოფა იმდენი დანაშაული აქვს მიშას. მაგრამ თავისუფალ სასამართლოს არ ურჩელია ამაზე. და ამ დანაშაულთა შორის არის შეცდომები ომის მართვის დროსაც. ძალიან ბევრ შეცდომაზე მეც კი შემიძლია ვისაუბრო, რაც ომის მართვის დროს დაუშვა სააკაშვილმა იქამდეც იმის განმავლობაშიც და მერეც. მაგრამ ეს როგორ შეიძლება მიიყვანო იქამდე თუ არ ხარ ნაძირალა და მოღალატე, რაც არის ქოცური რეჟიმი, რომ შენ სახელმწიფოს დააბრალო ომის დაწყებამ, რომ თუნდაც მართულ რეჟიმს, რომელიც არ მოგწონდა ბევრი შესაძლოა ლეგიტიმური მიზეზით თავის დროზე, რომ მას დააბრალო ომის დაწყება. ეს ხომ არის შენი სახელმწიფოს უკიდურესი სიძულვილი, შენი ერის უკიდურესი სიძულვილი, ანწუხელიცის და გმირების სიძულვილი და მე კიდე მივლენ იქ და თავს დახრიან და გვირგვინს მიიტანენ რა სინდისით მიდიან საერთოდ მან, აი რა სინდისით მიდიან საერთოდ, ან რა სინდისით ესაუბრებიან რამეს ქართულ საზოგადოებას, ან ომში დაღუპული ჯარისკაცების გრიგოლ, ამ პროცესში რასაც თვითონ ჩადიან, ამ ხალხის ხელახალი მოკლა. გრიგოლ, ამ პროცესში და ამ ტიპის განცხადებებში თქვენ ხედავთ მიზანმიმართულ პროცესს, იმიტომ რომ შედეგით უნდა იმსჯელოს, ხო, საბოლოოდ ამ ალბათ თითოეულმა მოქალაქემ რეალურად იმით, რაზეც
კეთდება შემდეგ ამ განცხადების შედეგად, რაზეც კეთდება აქცენტი და ჩვენ ნახეთ ხო რა იყო ცხინვალის მოთხოვნა, რომ პასუხისმგებლობა ქვეყანას უნდა დაეკისროს. ეხლა ალბათ არ არის მარტივ რთული გამოსაცნობი, თქვათ რა ტიპის რეაქცია შეიძლებოდა ამ ყველაფერს მოყოლოდა და მოყვება ხოლმე წლების განმავლობაში ჩვენ არაერთი გამოხმაურება გვინახავს ამაზე კრემლის ოფიციოზის მხრიდან და ლავროვის და ასე შემდეგ. არაერთ პირს ულაპარაკია შემდეგ უკვე ამ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებზე დაყრდნობით, როდესაც ომის თარიღზე თუ სხვა საკითხებზე თუ საუბარი. აი ამ ნაწილზე რისი თქმა შეგიძლიათ კონკრეტულად მიზანმიმართული პროცესი თუ საკითხი, რომელსაც ოცნება ამავდროულად შესაძლოა წლების განმავლობაში ეფექტურად ამუშავებდეს ქვეყნის შიგნით, მათ შორის საკუთარი ამომრჩევლის გასაგონადაც. ორივე ცალსახად ამ საკითხს ისინი ამუშავებენ ქვეყნის შიგნით, ჯერ კიდევ პროპაგანდისტულად, იმისთვის რომ პარტიულ-პოლიტიკური ქულები დაიწერან, მაგრამ კიდევ უფრო მეტად ეს საკითხი ემსახურება საქართველოში რუსული გეგმის განხორციელებას. რატომ? პირველი და თქვენს უკვე ახსენეთ, რეჟიმი, საოკუპაციო რეჟიმი, ისევე როგორც კრემლი, ოფიციალური კრემლი, იყენებს ამ ნარატივს ჩვენს წინააღმდეგ. ეს უკვე მოხდა ერთხელ წლების განმავლობაში, მოხდა ახლა გუშინაც ცხინვალის დონეზე, მაგრამ მომხდარა ბევრად უფრო მაღალი კალიბრის სპიკერებისგან, ხო, კრემლში, ხო, საგარეო პოლიტიკური სპიკერები, მათ შორის ზახაროვასგან მომხდარა, ლავროვისგან მომხდარა, ნარიშკინის სამსახურის მიერ ყოფილა გამოყენებული, ჰაგაში უხსენებიათ, კვლევებში ჩაუწერიათ, სასამართლოს არჩევნებში გამოუყენებიათ. ანუ რასაც ჩადის ქოცი, აწყობს რუსეთს. ამას ხო მე არ ვამბობ. ეს მოხდა უკვე. აი როგორ შეიძლება რომ ადამიანმა ეს არ გაიგოს? აი თუნდაც ქოცვა ჩვენს გვერდით ხო ქართული ოცნების მომხრე. როგორ შეიძლება რომ აი ამ ფაქტებთან, საბაზისო ფაქტებთან კონდეს ასეთი პრობლემა აქ-მაში. და ამას რაღაც გრიგოლი კი არ ამბობს, ან ვინმე. ეს მოხდა მეგობრებო, მოხდა. უკვე გამოიყენეს არაერთ გზის ქართული ოცნების ამა თუ იმ სპიკერის ნათქვამი სხვადასხვა ძალიან მნიშვნელოვან ტრიბუნაზე ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. ამიტომაც რასაც მე ვამბობ, ეს არის უკვე შემდგარი, დადასტურებული, გადამოწმებადი ფაქტი. ეს რეჟიმი არის მოღალატეობრივი რეჟიმი, საოკუპაციო რეჟიმის გაგრძელება, რუსული საოკუპაციო რეჟიმის გაგრძელება და ქართული პოლიცამჭვარი აი ამ რეჟიმის რაღაცა ქართული კანტორა, ქვეკანტორებით, როგორც არის სასამართლო, პროკურატურა, სუსი და ასე შემდეგ. აი ესე მუშაობს ეს რუსული პირამიდა. მაგრამ ამ ყველაფერს ეწირება ქართული ეროვნული ინტერესი. რატომ? ეს საგარეო პოლიტიკა და მე ამას სულ უსვამ ხაზს და ყოველთვის გავუსვამ ხაზს. არ ხდება სადღაც სხვაგან. საგარეო პოლიტიკა შიგნით უნდა იზომებოდეს, ხო? ინვესტიციით, რომელიც მოიტანა, მეგაპროექტებით, რომელიც შეიქმნა, ან ვერ შეიქმნა, ერის წარმატებით, ერის სწორად წარმოჩენით და ასე შემდეგ. ნახეთ, საგარეო პოლიტიკა, როდესაც არის აი ესე დაბალ დონეზე ჩავარდნილი, აქ არ შემოდის ინვესტიცია. სომხეთში შევიდა NVIDIA, სომხეთში შევიდა Firebird, 5 მილიარდის ინვესტიცია იქ შეტანილი, 5 მილიარდი აშშ დოლარი. წარმოიდგინეთ, რა კოლოსალური მასშტაბის ინვესტიცია, 1000 ახალი სამუშაო ადგილი იქნება სომხეთში და საქართველოში არის უმძიმესი დემოგრაფიული კრიზისი. 200 სოფელია მაგალითად განადგურებული, გამქრალი ბოლო 2 წელს შორის. კიდევ 286 სოფელს ემუქრება გაქრობა, 286 ქართულ სოფელს გაქრობა უწევია. 13 ქართულ სოფელში 1000 ადამიანზე ნაკლები ცხოვრობს. 300,000-ზე მეტი ადამიანი გავიდა მარტო ბოლო წლებში. ანუ ქართველი არის ნადგურდება და სომხეთში იქნება სამუშაო ადგილები. აი სრულფასოვანი დებატის შესაძლებლობა რო ყოფილიყო და ეს ხადია ამაზე პასუხისმგებლობა ქართულ ოცნებაზეა სწორედ იმიტომ რომ ისინი ამბობენ უარს ჩვენს ეთერებში მოსვლაზე, ალბათ გიპასუხებდნენ იმ ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლებზე, რომელსაც საკმაოდ ხშირად ახსენებს იგივე ქართული ოცნება იმის გათვალისწინებით. მაგიტომ არ მოდიან ეთერში, მაგრამ აი მე რა მინდა მიპასუხონ, აბა რატო იმალებიან? ირაკლი კობახიძე, აი ვიტყვი, ირაკლი კობახიძე, რატო გაურბის? გრიგოლ, რა მინდა? ერთი კითხვა, მაგრამ ირაკლი კობახიძე რატო გაურბის საგარეო პოლიტიკაზე რეალურ დებატს? რაღაცა კვაზი დებატებს გამსხოლმე. რატომ გაურბის? კითხულობ საგარეო პოლიტიკას, მე ვიცი რომ გაურბის. რატო გაურბის? რაღაცა ვითომ ხო იწვევს ოპოზიციონერს, ხო? ადგეს აბა და დამიჯდეს დებატში. გინდა კობახიძე, გინდა ბოჭორიშვილი, რომელი ბიზნეს პაჟიც გინდა ის დაждდეს დებატში. თუ გინდა 4 და 5 დაждდნენ ერთად. თუ გინდა იმედზე წავიდეთ, თუ გინდა ბზიურში ამფითეატრში დავждეთ, მაგრამ მას არაფერი არ აქვს სათქმელი. ამიტომ გაურბის რეალურ საგარეო პოლიტიკურ დებატს, იმიტომ რომ აი ეკონომიკის ზრდას რო ახსენებს და ინვესტიციას, იქ ძალიან
მარტივად უპასუხებ ვისთვის გაიზარდა ეკონომიკა, რომ მისნაირებისთვის გაიზარდა ეკონომიკა, ტალახაძისთვის გაიზარდა ეკონომიკა, კორუმპირებული ჩინოვნიკებისთვის გაიზარდა ეკონომიკა, მათი შვილებისთვის და მათი ვილებისთვის გაიზარდა ეკონომიკა. მაგრამ რიგითი ქართველი ადამიანი გაზრდილ ფასებს ებძვის, გაზრდილი ეკონომიკით კი ვერ იღებს სარგებელს, გაზრდილ ფასებს ებძვის. აი ვიგზოთ განსხვავება. დემოგრაფიული კრიზისები, ნაკლები ქართული ოჯახი იქნება და რაც იქნება შვილის გაჩენის ეშინი ადამიანებს. აი ეგ არის რეალობა. გრიგოლ, ერთი საკითხი მინდა მოვასწრო, მე ვახსენე ირაკლი კირცხალიას ვრცელი პოსტი, რომელიც მან რამდენიმე საათის წინ გამოაქვეყნა, კულტურის მოღვაწეების ორმაგ სტანდარტზე ილაპარაკა მისი შეფასებით და ბევრი ადამიანი მივადებდნენ თვალის სოციალურ ქსელში, რომ swams კითხვას, რომ აი ამით რა საჩვენებს ქართული ოცნება, აი რა კონკრეტულ საკითხზე წუხილს. ერთი ფრაზა იყო ესეთი კირცხალიას პოსტიდან, რომ დღესო არა მხოლოდ ანუ ის პირები, ვისაც ის ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს და დღეს არა მხოლოდ ანტირუსული განწყობით გამოირჩევიან, არამედ პირდაპირ რუსოფობიას ავრცელებენ, თავის დროზე მათი კრიტიკა არ მოგვისმენია ნაცმოძრაობის და ასე შემდეგ. ანუ აი რა ტიპის საკითხებზე თქვათ წუხილი ჩანს იგივე ამ პოსტით, იმ განწყობების ჩვენებით, რასაც ხაზს უსვამს კირცხალია უმრავლესობის ლიდერი, როგორ ფიქრობთ, რა არის მიზანი ამ შემთხვევაში? სამიზნე ვინც არიან, ჩვენ ვნახეთ ხო, სუხიშვილები, პაატა ბურჭულაძე და ნიკოლოზ რაჭველი. ხო, ნუ ახლა აი ძალიან საინტერესო ხო, რა ვიცი თქვენია ხო, ახლა კირცხალია რომ იმ ადამიანებს ესხმის თავს, ვისაც, რა ვიცი, დგას ქართული კულტურა თანამედროვე, ხო? მათ შორის ამ ხალხზე, ხო? ახლა სამივე ისეთი მართლა ბრენდი ჩამოთვალეთ, ხო? ისეთი მსოფლიო მასშტაბის და რეპუტაციის, რა ვიცი, გიგანტური ნიჭი, ხო? უზარმაზარი ტალანტი. ხო და ამ დროს კირცხალია აქეთ. აი წარმოიდგინეთ, აი ამ ხალხონტარზე მეტი რა უნდა თქვა, ხო? ახლა სუხიშვილები, ნიკოლოზ რაჭველი, პაატა ბურჭულაძე და უცებ კირცხალია. ხო, აი ნორმალურ ქართულ შემაკ კითხვა გქონდეს, მაგრამ რა თქმა უნდა, სქემა არის ყოველთვის ცხადი. საკუთარ ქურდს ქუდი ეწვისო, საკუთარი მოღალატეობა არ ასვენებთ. საკუთარი მოღალატეობა არ ასვენებთ. აი ეს არის ის ძალიან ძიმე მენტალური დილემა, რაც მათ აქვთ, მათ ხო იციან ასე ჩადიან, ხო? მათ ხო ეს ახლა შემთხვევით არ დამართნიათ დიდი ფულის სანაცვლოდ, მათ რეალურად გაყიდეს საკუთარი სამშობლო, საკუთარი სახელმწიფო, საკუთარი შვილების მომავალი, საკუთარი მეზობლები, ახლობლები, აი ეს ყველაფერი გაყიდეს. აი ეს ყველაფერი ჩააბარეს მტერს. და ეხლა, რა თქმა უნდა, იქ სუხიშვილებს უნდა სუხიშვილები საბჭოთა კავშირის დროსაც და თანამედროვე საქართველოს დროსაც ქართული ეროვნული კულტურული ექსპორტის ავანგარდში იყვნენ, ხო? სახელი გაუთხეს მთელ სოფლიოში ჩვენს პატარა და ლამა სამშობლოს. და ესენი და მათი მამები მაშინაც მოღალატეები იყვნენ, ეხლაც მოღალატეები არიან. ეს არის კოლექტიური ღალატის ანატომია. აი ეს ხალხი არის კოლექტიური ეროვნული საბოტაჟის და ღალატის ანატომია. ხო? და ეხლა მართლა ქურდს ქუდი ეწვისო, უნდა რომ სხვაზე გადაიტანო აქცენტი, მაგრამ ეს აქცენტი არ გადავა არცად. ქართველი ხალხი გაუსწორდება პოლიტიკურად, მშვიდობიანად და დემოკრატიულად მათ. და შეხედონ როგორ დაამთავრა მათნაირმა რეჟიმებმა. მე როგორც ისტორიკოსი ვურჩევ რამდენიმე კრიტიკულ ეპიზოდს უახლესი ისტორიიდან მათ შორის, ხო, თუ უფრო შორს ვერ წავლენ, ხო? ვინც მათ შორის წერა-კითხვა იცის, არის 1-2 კაცი დარჩენილი, ვინც ასე თუ ისე გამოიტანს რაღაც შინაარს, ახლა პრეზიდენტს არ ვახსენებ და მსგავს, მაგრამ არის 1-2 კაცი, რომელსაც რაღაც შინაარსის გამოტანა შეუძლია და აი მათ ვურჩევ რამდენიმე ეპიზოდს ისტორიიდან და კარგად გაიაზრონ და დაინახავენ საკუთარ თავს, დაინახავენ საკუთარ მომავალს და დაინახავენ რა ემართება იმ ხალხს, ვინც მშიერ ბავშვებს მოხუცებს და საკუთარ ჯარს ძარცვავს. ჯერ ეს არ არის ამათი კოლექტიური სახე, ესენი არიან ბავშვების, მოხუცების და ჯარის ძარცველი ადამიანები. რა სუვერენულობაზე მელაპარაკებიან, რა ეროვნულ ღირსებაზე მელაპარაკებიან, რა ქართულის გადარჩენაზე მელაპარაკებიან. თვითონ აღიარებენ, თვითონ. მე ხო არ ვამბობ, მე ვამბობდი კიდევაც, მაგრამ მაგის გამო ომის პარტიას მეძახდნენ. აი ხა თვითონ აღიარებენ, რომ თურმე აი ეს ადმინისტრაცია არის ბავშვების, ჯარის და მოხუცების მძარცველი გუნდი, ბაგაბაღებსო გაძარცვა. ხო? მოხუცებსო 20 ლარს მიუგდებ მაპატიეთ სიტყვისთვის პენსიას და შენ რომ 1200 ლარს დაიმატებ 13000 ლარიან ხელფასზე. ქართულ სოფელსო ხელს არ შეუწყობ, დემოგრაფიასო ხელს არ შეუწყობ, პენსიას რო არ გაზდი, ახალგაზრდებს შანსს არ შეუქმნი. შენზე ანტიქართული რამე არის, რა სუვერენულობაზე მელაპარაკებიან მე. აი რომელ იდენტობაზე მელაპარაკებიან, ესეთი ანტიქართული, ესეთი სამარცხვინო არაფერი, აბსოლუტურად არაფერი არც ერთხელ არ ყოფილა ამ ქვეყნის ისტორიაში.